გამარჯობათ მეგობრებო. ახლა დავიწყოთ დღეს გავაკეთოთ IGMP პროტოკოლის კონფიგურაცია. როგორც გავიგეთ მეგობრებო, IGMP პროტოკოლი განსაზღვრავს აი აქ last hop router-იდან, როგორც ვიცით უკვე, last hop router-ი რა თქმა უნდა ვიცით რომ არის ბოლო routeri, რომელიც უკვე უშუალო კავშირში არის host-ებთან, მიმღებებთან, ესე ქვია, receivers. ესე უწოდებენ მიმღებები ქართულად. მათთან არის პირდაპირ კავშირში, ხოლო last hop router-იდან first hop router-მდე, first hop router-ი არის პირველი hop-ი routeri, რომელიც უშუალო კავშირში არის უკვე გამგზავნთან. მათ შორის უნდა იყოს გააქტიურებული, კონფიგურირებული PIM პროტოკოლი. ხოლო აქ უკვე IGMP პროტოკოლი. ამისათვის ჩვენ ეხლა უნდა გავაკეთოთ, ეხლა ყურადღება არ მიაქციოთ ამ კონფიგურაციას, რასაც მე PIM კონფიგურაციას გავაკეთებ, მაგრამ მაინც მიაქციეთ ყურადღება, ანუ ამას კიდევ გავაკეთებ ჩვენ ბევრჯერ. უკვე PIM-ზე რო გადავალთ. დღეს რადგან IGMP-ს განვიხილავთ, მოდით IGMP გავაკეთოთ. მე ეხლა აქ მაქვს ჩვეულებრივი უბრალო routing პროტოკოლი გააქტიურებული, თავისთავად OSPF-ი მაქვს, კონფიგურაცია OSPF-ის გაკეთებული და ეს host-ი ამ host-ს უკვე პინგავს. ანუ მათ უკვე კავშირი ერთმანეთთან გააჩნიათ, ამის თქმა მინდა რა. დანარჩენი multicast კონფიგურაცია დავიწყოთ. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა დავაკონფიგუროთ გლობალურად და უნდა გავააქტიუროთ multicast-ი. რაც ხდება შემდეგნაირად. IP multicast routing. ესე უნდა გავააქტიუროთ. გავააქტიუროთ IP multicast routing-ი. ეხლა უნდა გავააქტიუროთ უშუალოდ PIM-ი ყველა ინტერფეისზე, სადაც ჩვენ გვინდა რომ multicast ტრაფიკმა გაიაროს. ამისათვის დავიწყოთ ეხლა. ინტერფეის range ბრძანებით გავაკეთებ მე. range gigabit 0.0.2. ნუ ყველა აქაც გავაკეთებ ბარე. შემიძლია გამეკეთებინა 1. მაგრამ გავაკეთოთ 2-ც. 2 IP PIM იყოს რომ dense mode იყოს რა. dense mode გავაკეთოთ ამ შემთხვევაში. აი ეს. გავაქტიურეთ, exit-ი მივცეთ. კი ბატონო. ეხლა შემდეგი routeri მინდა მე. enable conf-t IP multicast routing გავაქტიუროთ. interface range gigabit 0.0-დან 1-ის ჩათვლით, კი ბატონო. IP PIM dense mode მინდა ჩვენ. dense mode არის აქაც, იგივე აქაც. enable conf-t IP multicast routing გავააქტიუროთ გლობალურად multicast-ი. ეხლა interface range gigabit 0.0-დან 1-ის ჩათვლით. IP PIM dense mode. ესეც ეს. ეხლა PIM-ი გააქტიურებული არის, ეხლა წავიდეთ სიტყვაზე აი მოდი ეხლა უბრალოდ ვერიფიკაცია გავაკეთოთ. ვერიფიკაცია ერთ-ერთი რა არის? Do show IP მოდი ვნახოთ ესე. mroute ერთ-ერთი ვერიფიკაცია, რომელიც გვიშვენებს PIM-ის მაგიდეს რა, multicast tables არის ეს. ხო, ეხლა ეს არ გვინდა, ამას არ მივაქციოთ ყურადღება. ამ ეს დაივიწყეთ, თქოს არც არსებობს. დანარჩენი არაფერი არ აქვს აქ საინტერესო. მოდი ეხლა ვნახოთ. ხო. კარგით. მოდი ეხლა აქედან დავძრათ სიტყვაზე რაღაც multicast ტრაფიკი. აი გავაგზავნოთ ეხლა აქედან multicast ტრაფიკი, აი სიტყვაზე რაღაცა, არა, თვითონ გავაგზავნოთ აი რაღაც მისამართზე. რა მისამართზე? პინგი 229.1.1.1 ეს იყოს მისამართი, სადაც ჩვენ გვინდა
multicast ტრაფიკის გაგზავნა. ეს არის multicast მისამართი. და იყოს სიტყვაზე მოდი source-ი მივუთითოთ VLAN 1 იყოს და account-ი VLAN 1 არა repeat იყოს 100 მაგალითად. დაიძრა ხა ეს. ეხლა დაინახავთ თქვენ რომ პინგი არ მიდის რა. ნუ მიდის პინგი რეალურად, მაგრამ ნუ არცად არ მიდის. იმიტომ რომ არ აყავს მისამართი მიმღები არ აყავს. მაგრამ მიმღები გავხადოთ ხეს. host 1 გავხადოთ ჩვენ მიმღები. როგორ უნდა გავხადოთ მიმღები? მოდი გავაკეთოთ აქ უცებ debug-ი გავაკეთოთ. და ვნახოთ რა მოხდება. do debug IP pim. debug-ი ჩართულია. ეხლა აქ რო გავააქტიურებ ჩვენ, ამან უნდა გააგზავნოს აი კაგლაზის pim შეტყობინებები და აქ უნდა დავინახოთ საინტერესო რაღაცეები. დავიწყოთ. enable conf IP multicast routing interface range გეგა არა ხო მოწეთ არა interface ეს მოდი გავთიშოთ ხა აქ არ გვინდა multicast პირდაპირ interface VLAN 1 შევიდეთ ამ VLAN-ზე მაქვს მე IP ადრესი და გავააქტიუროთ IGMP პროტოკოლი IGMP join IGMP მოიცეთ join group რაღაც ჯგუფი რასაც მინდა შევუერთდე ეს არის 239.1.1 გავაგზავნეთ ხო? ეხლა ვნახოთ debug-ზე აქ რა ხდება. გავაგზავნოთ მოთხოვნა. აი მოვიდა. წესით ეხლა უნდა დაიცრას. building graph message-ო. აჰა, ანუ ეხლა მიიღო. კი ბატონო. send გააგზავნა upstream-ზე graph message-ი და graph acknowledgement-იც მიიღო. ეხლა ვნახოთ აქ რა ხდება. აი ესეც ესე მეგობრებო, ჩვენ ხედავთ რომ multicast პაკეტი მიდის აი ამ მისამართზე. ანუ ესა, სულ ესა რეალურად. მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის ხა ძალიან მე ჩავშლით სიღრმეებში რა ხდება როგორ ხდება, მაგრამ აი ამ მარტივი კონფიგურაციითაც კი dance mode-ით ჩვენ ხა multicast პაკეტი გავაგზავნეთ აქ. და რა ბრძანება იყო რომ ანუ ჩვენ შევუერთდით ხა IP IGMP I'm join groups join group message-ით რომელიც ჩვენ გავაგზავნეთ აი ამ route-ერთან ამ route-ერმა ეს მიიღო თავისთავად მიიღო და გააგზავნა თვითონაც ეს graph message-ი აი აქ ხო graph არის ეს აი ხესთან დაკავშირებული graph არის ყნობა რა აი აი ძალიან უცნაური სახელებია graph message-ი გააგზავნა დამყნობის message-ი რა იმ დავემყნო მინდაო რაღაც ამ ხეს ეს ტოტი დავამყნო შევუერთდეო ანუ ამან მე თავისებურად აქ გააგზავნა ამან აქ გააგზავნა და ასე შემდეგ მე ამან ამას ამ source-მა ამას გამოუგზავნა ამ source-მა კი არა first router-მა ამას მისცა router 2-ს router 2-მა router 4-ს მისცა და ამან უკვე პირდაპირ აი აქ გამოუგზავნა კი ბატონო შემდეგი რა არის? ხა მოდი რა განვიხილოთ შემდეგი. ხო მოდი ვნახოთ ახლა ვერიფიკაციის კომანდები ბრძანებები უცებ გავიაროთ routers თვალსი router 4-ზე რო ჩავიჭრიტინოთ აი
show ესეთი ბრძანება show IP IGMP IGMP groups. რა თქმა უნდა do დამოვიცდა. კი ბატონო, აი IGMP ინტერფეისები სად და სად აქვს? IGMP connected group membership. მისამართი group address-ი ეს არ გჭირდება, ამას განვიხილავთ, ეს ჯერ არ გჭირდება. 239.1.1 არის ეს ჯგუფი, რომელშიც ჩვენ გვინდა გავწევიანდეთ. ინტერფეისი, რომელიც არის IGMP კონფიგურაცია გაკეთებული არის ეს ინტერფეისი, uptime ეს, expire time ეს, last report მივიღეთ აი ამ როუტერისგან. ეს რეპორტი 3 წუთში გავა და ვალიდური არის აი ამდენი ხანი. კიდე არის ესეთი ბრძანება show IP mroute do show IP mroute აქ უკვე ნახეთ მეგობრებო, ახლა აქ ჩანს ესეთი საინტერესო რაღაცა. აქ არის 1 2 3 მაჩვენებელი, მაგრამ მესამე დავივიწყოთ. ჭირდება პირველი და მეორე. ეს და ეს. რას ნიშნავს ხა ეს? ეს არის ვარსკვლავი. არის წყარო. ანუ ეს როუტერი გაწევრიანებული, ეს host უგზავნის membership reports, ანუ გაწევრიანების reports ამ როუტერს დაეუბნება, რომ მე ჯიგარო მინდა აი ამ ჯგუფში გავწევრიანდე. წყაროს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ეს ხო არის IGMP2 და ეს არის ეგრეთ წოდებული placeholders ეძახიან. placeholder-ი ადგილს იკავებს ამ როუტერში, იმიტომ რომ ეს რო გაუქმდეს, ეს როუტერი რო გაუქმდეს, ამ უბრალოდ წყარო რო ჰოსტი, რისივერი რომ გაუქმდეს და აღარ უნდაოს ამ რისივერს ამ პაკეტის მიღება, ანუ unsubscribe გააკეთოს ამ ჯგუფზე, ამ როუტერში ეს placeholder-ი მაინც დარჩება. დარჩება როგორც ამ ჯგუფზე მე მოთხოვნა მქონდა და ეს ამას დაიტოვებს. და ორეთ გიგაბიტ 0.1 და 0.0 მისთვის არის forwarding ინტერფეისები, ანუ გამგზავნი ინტერფეისები. აქ არის კიდევ ერთი მაჩვენებელი RPF-ი, რომელსაც განვიხილავთ რა არის. RPF-ი reverse pass forwarding ინტერფეისი არის, რომელიც თავის მნიშვნელობას ატარებს, ხოლო უშუალოდ ეხლა უყურეთ ეს ვარსკვლავი ამ შემთხვევაში გახდა აი ეს. ანუ რა არის? ეს ვარსკვლავი რეალურად არის source, ანუ ასოთ გერა S ინგლისურად S და G იწერება. ანუ რა? Source and group. ესე იკითხება source, group. ან ამ შემთხვევაში star,g. ან S,g. ეს იქნება წყარო, საიდანაც მოდის multicast პაკეტი და ეს G იქნება ჯგუფი, სადაც მიდის multicast პაკეტი. ხოლო აქ უკვე რადგან ჩვენ ვიცით წყარო ჩაწერა, პირდაპირ წყაროს IP ადრესი 10.0.0.10, როგორც აი წყაროს IP ადრესი და მიმღების ჯგუფის IP ადრესი. არათუ მიმღების IP ადრესი, ჯგუფის IP ადრესი, სადაც მე ეს ახდენს გაწევრიანებას, ეს კონკრეტული ჰოსტი. და მისი forwarding ინტერფეისი არის gigabit 0.1. ხო? და სტატუსი არის forward-ი, mode-ი არის dense mode-ი, ხოლო RPF-ი reverse pass forwarding ინტერფეისი, რომელსაც მე გავივლით რა არის 10.0.2.1. ანუ ეს 10.0.2.1. ეს IP ადრესი უბრალოდ neighbor, მეზობლის IP ადრესი. მოკლედ რო გითხრათ, ეს RPF-ი reverse pass forwarding ინტერფეისი არის ინტერფეისი, რომელიც არის ამ როუტერისთვის წყაროსთან მიმავალი გზა. ანუ IP როუთში რო ჩაიხედება, ის თავის თავს კითხვას დაუსვამს, მე ეხლა წყაროსთან რომ მივიდე, რა ინტერფეისით უნდა წავიდე. და რა თქმა უნდა, ინტერფეისით რა ინტერფეისით, კი ბატონო, პირველ რიგში აგერ არის ინტერფეისი, აი ეს ინტერფეისი არის და ჩემი მეზობელი რა არის? მეზობელი არის ეს.
შესაბამისად, reverse pass forwarding მეზობელი არის ეს IP ადრესი, აი ამ რაუტერის და ინტერფეისი არის აი ეს. ამას უფრო დეტალურად გამეხილავთ. ეხლა ეს flag T რას ნიშნავს? აი ეს T აგერ არის flag დროშების განმარტებები. T არის STP bit set, ანუ STP იშიფრება როგორც shortest path tree, ანუ უმოკლესი მანძილი წყარომდე. აი ეს ტოტი, ამ შემთხვევაში ეს ტოტი არის უმოკლესი მანძილი წყარომდე, ანუ ამას აქვს სტატუსი ეს გზა არის უმოკლესი მანძილი წყარომდე. კი ბატონო, ამას კიდევ უფრო მე სიღრმისეულად გავვლით. ეხლა პინგი ვნახეთ, mrout ვნახეთ. ეხლა აქ მინდა ესეთი რაღაცა ვნახო, აბა დავა ამ რაუტერზე. ამას ჩვენ კიდე გავვლით IGMP snooping-ზე მინდა უცებ დავაზუსტო, აბა რა ხდება? show IP IGMP snooping. კი ბატონო, IGMP snooping ამ შემთხვევაში გააქტიურებული არის და მუშაობს. მაგრამ ეხლა ჩვენს არ გვაინტერესებს. კი ბატონო, მე მგონი ეხლა მორჩა ამით, კი, ამით წესი დარიგით მორჩა. PIM-ის კონფიგურაცია მცირედი გავაკეთეთ და ამას კიდევ უფრო სიგნალურად გავაკეთებთ. IGMP კონფიგურაცია გავაკეთეთ, ვნახეთ. აგე დებაგი. ეხლა მოდი გავიდეთ, აბა აქედან. აი სიტუაციაზე მოდი ეს გავაწევრიანოთ. ეს გავაწევრიანოთ. აქ ხო ხედავთ ხა პაკეტი იგზავნება 95 უკვე 94 პაკეტი იგზავნება მხოლოდ ამ ჰოსტთან. ეხლა ეს გავაწევრიანოთ და ნახავთ რომ ორივე მიიღებს ამას. enable conf-t გვინდა interface VLAN 1 გვინდა IP IGMP join group 219 1 გვინდა გაუწევრიანდით. ეხლა წყაროსთან ვნახოთ წესით აქაც უნდა დაიწყოს გაგზავნა. აბა თავიდან გავაკეთოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში გავაკეთოთ 10. აბა 100 გავაკეთეთ. კაი არის. ხო. უყურეთ, ამან მიიღო პირველი. ხა ამანაც უნდა მიიღოს წესით. კი ბატონო, ორივე მიიღო. ხედავთ ანუ მულტიკასტი როგორ მუშაობს? პაკეტი მივიღეთ როგორც აქ, ისე აქ, ანუ ერთი პინგი გავაგზავნე ამ მისამართზე და თავისით მიიღეს ორივე. ეხლა აქ რო გავაკეთოთ, იგივე იქნება, ესეც მიიღებს. აქაც ამუშავდება იგივენაირად. მაგრამ აქ PIM-ი არ მაქვს ხა მე გააქტიურებული ამ რაუტერებზე. და არ იმუშავებს IGMP-ი დამაუჭდა. PIM პროტოკოლი ამ რაუტერებზე მაქვს გააქტიურებული და ორივე შემთხვევაში ორივე რაუტერი იღებს პაკეტს მიუხედავად იმისა, რომ მე პინგი გავაკეთე მხოლოდ აი ამ მისამართზე. მაგრამ რადგან ეს ორი პროტოკოლი, ეს ორი ჰოსტი უკვე გაუწევრიანდა IGMP-ის მეშვეობით ამ IP ადრესს, ამ multicast IP ადრესს. ამ რაუტერმა უკვე ამის დაკოპირება განახორციელა და ორივეს თან მიაწოდა რა. და მე ორივესგან აბრუნებს აქეთ, რა თქმა უნდა, პინგის პასუხს. კარგით, ეხლა მე ამ ჰოსტეს დავასტურებ, თორე ეს არ გაჩერდება თავისით არასდროს. ხო, IGMP-ზე, მეგობრებო, IGMP-ზე ჯერჯერობით სულ იყო, ჩვენ კიდევ ბევრს გავაკეთებთ. ავადროებით.